ზელენსკი მთლიანი დონეცკის ოლქის გადაცემაზე პუტინის მოთხოვნა უარყო. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი კვლავ უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნას და არასახელებს კონკრეტულ დროს, როდის შეწყდება თავდასხმები, რაც კიდევ უფრო ართულებს ვითარებას. მისი თქმით, ომის დასრულების საკვანძო ელემენტი მკვლელობების შეჩერება. ზელენსკი მადლობას უხდის ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნებს მხარდაჭერისთვის და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ლიდერების დონეზე დიალოგი. ამ კონტექსტში მან ასევე მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპსაც, რომელმაც ვაშინგტონში მიიწვია. ხედავთ, რომ რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოთხოვნას და ჯერ არ განუსაზღვრავს, როდის შეაჩერებს მკვლელობებს. ეს ართულებს ვითარებას. თუ მათ არ აქვთ ნება შეასრულონ დარტყმების შეჩერების მარტივი ბრძანება, შესაძლოა დიდი ძალისხმევა გახდეს საჭირო, რომ რუსეთს გაუჩნდეს უფრო მეტი შესრულების ნება, კერძოდ იცხოვროს მშვიდობიანად მეზობლებთან 10 წლეულების განმავლობაში. მაგრამ ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ მშვიდობის და უსაფრთხოებისთვის. მკვლელობების შეჩერება ომის დასრულების საკვანძო ელემენტია.